რუბრიკში შობის ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავთ და გეტყვით, რომ რუსთაველის გამზირის მსგავსად გადაკეტილია ის ქუჩა მთავრობის სახლის და საკუთრივ სასამართლოს მიმდებარე ტერიტორია, სადაც ტრადიციულად აქცია იმართება 51 დღეა დღეს ზუსტად აქციიდან და ადამიანები ისევ ქუჩაში არიან მიუხედავად იმისა, რომ წუხელ მთელი ღამე გაათენეს აქციის მონაწილეებმა. ერთხელ ხმამაღლა გააპროტესტეს ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა დღეს რამდენიმე საათის შემდეგ ისევ გამოვიდნენ ქუჩაში სანთლებით საქართველოს ევროკავშირის დროშებით და კიდევ ერთხელ დააფიქსირეს ყველასთვის უცვლელი მოთხოვნა ადამიანელი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება იმ ადამიანების, რომლებიც რეჟიმმა შობა ახალწელს ციხეში გამოკეტა. ძალიან ბევრი ადამიანი უერთდება ამ აქციას. აქ არიან ახალგაზრდები, სამოქალაქო აქტივისტები, რიგითი ბათუმელები და როგორც გითხარით, ყველა მათგანის მოთხოვნა არის უცვლელი. ეს არის 51 დღე პროტესტის და იცით არის ხალხს ვატყობ, რომ პირველივე დღიდან, როდესაც ჩვენ პროტესტები დავიწყეთ, იმ დღიდან მოყოლებული ჩვენ ასე ვთქვათ მაქსიმალურად ვიბრძვით და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ გამოვაჩინოთ ჩვენი ძალები და სწორედ ზუსტად იგივე ძალებით ვიბრძვით დღესაც და გავაგრძელებთ ზუსტად იგივე ძალებით ბრძოლას, რადგან ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სამშობლო და დიდი ხანია სწორია ხელისუფლების სულა და გამარჯვება, დიდი გამარჯვება. ჩვენი ერთიანობა, რომელიც ასე კიცია და უდრეკია. ეს მე მგონი სახეზე ჩანს და ჩვენი ქმედებიდანაც ჩანს. რაც თავარია ეხლა თუ რას მოიმოქმედებს ხელისუფლება, ეს მათი გადასაწყვეტია. ჩვენი მხრიდან, როგორც თქვენ ხედავთ, აკვირდებით, შიში გამორიცხა, უგან დამხევი და დახევას არ ვაპირებთ. ალბათ თითქოს ღმერთი ირჩევს უცნაური რამეა. ქრისტეს შობა თითქმის მუდამ საოცარი ღამეა. დეკემბერი დააჭენებს ყინვით ნახატეტლებსა, ამ ღამით ხომ წამებული ქრისტე იშვა ბეთლემსა. თავისუფლებისათვის ვიბრძვით, რომ ჩვენმა შვილებმა იცხოვრონ დიდ ევროპულ სახელმწიფოში, სადაც არის სიმართლე, სადაც არის ჭეშმარიტება, სადაც არის იდეალების ერთმანეთში ჭიდილი. ჩვენი აკოფნა დღესასწაულების მიუხედავად უმნიშვნელოვანესია, რადგან ხელისუფლება აუცილებლად შესაძლებელია ამ ქვეყანაში და რუსული ბიზნეს რეჟიმი გასაშვებია სახლში. ასევე მიულოცავ ახალწელს შობას იმ უკანონო ტყვეობაში ყოფ ადამიანებს, რომლებიც დღეს ამ ცხოვრება ჩვენთან ერთად არ არიან. ჩვენ ვიდგებით ბოლომდე, სანამ არ მივაწყებთ გამარჯვებას. არ ვაპირებთ დანებებას იქამდე, სანამ არ მივიღებთ იმას, რაც ვსურს. რა თქმა უნდა, ვფიქრობ, რომ უფრო მეტი ხალხი უნდა გამოვიდეს, იმიტომ რომ 41 დღეა უკვე და დაუღალავად რომ ამდენი ხალხი იბრძვის საქართველოს კეთილდღეობისთვის, ვფიქრობ, რომ ეხლა სახში ვინც ის, იმანაც უნდა მიხვდეს, რომ გამოვიდეს და დადგეს ჩვენს გვერდით. უსმენთ ადამიანებს, რომელიც როგორც გითხარით 51 დღეა ქუჩაში დგანან იმ ახალგაზრდებს, რომლებიც არ იღლებიან და რომლებიც მზად არიან კიდევ დიდხანს, სანამ საჭირო იქნება ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად იდგნენ ქუჩაში, გააპროტესტონ ის რაც ქვეყანაში ხდება. როგორც გითხარით, ძალიან ბევრი ადამიანი მოდის აქ გზაც გადაიკეტა და ბუნებრივი აქ არიან პოლიტიკოსებიც, რომლებიც რიგით მოქალაქეებთან ერთად ამდენი დღეა ქუჩაში დგანან. მათგან გავიგებთ ეხლა ჩვენს უფრო მეც რეზო ხარაზიც აქ არის. ბატონო რეზო, ჩვენ ნახეთ მართლა ძალიან ამაღელვებელი კადრები, გულში მსვლელობა. დღეს შობის ბრწყინვალე დღესასწაულია, სანთლებით დროშებით ისევ ქუჩაში არიან ადამიანები, რამდენიმე საათი დაისვენენ. რას გვეუბნება ეს ყველაფერი, რა გვაძლევს ამის мотиваციას ამ ადამიანებს, როცა ამდენი დღეა ქუჩაში დგანან? ეხლა მე მინდა მიმართო ბიძინა ივანიშვილს და მინდა უთხრა მას, რომ ნახე, რატო დგას ეს ადამიანები აქ? რატო არის მთელი თბილისი გარეთ? რა ხდება, რა არის ამის მიზეზი? იქნებ მოიკითხო, იქნებ ვიღაცას კითხო. შემთხვევით ის კობახიძე და ეგრეთ წოდებული შენი მთავრობა, რომელიც შენ შეკრიბე არაფორმალურად, ეს ხო არ არის? ან ის ხო არ არის, რომ აი ქვეყანაში უკიდურესი გაჭირვების ფონზე და ამ გაღატაკების და 12 წლიანი კორუფციის ფონზე კიდევ რო არჩევნების, ასე ვთქვათ, მითვისება გადაწყვიტე და ყველა ის პრობლემა, რომელიც აი ამ ადამიანებს აწუხებს. ბიძინა ივანიშვილს აქვს ერთი გამოსავალი.
ან დათმობს ხელისუფლებას და გაეცლება უკვე არაფორმალურ ხელისუფლებას, თუ არადა მას მოუწევს კიდევ ერთხელ ძალიან სერიოზული პასუხისგება. რეალურად ქვეყანა დღეს დგას არა მარტო ბიძინა ივანიშვილის სანქცირება დგას, არამედ ქვეყნის სანქცირების პრობლემა დგას და ჩვენი ქვეყნის პრაქტიკულად საზღვრების ჩაკეტვის პრობლემის წინაშე ვდგევარ. ამიტომ დგას ეს ხალხი აქ. მადლობა. აკაკი გვინიანიძესთან გადავალ შეკითხოთ. ბატონო აკაკი, ჩვენ ნახულობთ ამ ყველაფერს ჩვენი მაყურებელი ამ კადრებს ადამიანები არ იღლებიან. რა აძლევს ამ ადამიანებს ამ მოტივაციას როგორ ფიქრობთ? ამ ადამიანებმა შეძლეს და მრავალი წლის განმავლობაში ნაშენები ოცნების პროპაგანდა ჩამოშალეს მთლიანად. ისინი ამბობდნენ, რომ უსამშობლოები არიან აქ და აი ყველამ დაინახა, რომ რეალურად სამშობლოს სიყვარულით უკვე 51 დღეა აქ დგას ადამიანები და თუ საჭირო იქნება კიდევ ერთი ამდენი გაძლებენ აქ. აქ ამბობენ, რომ პატრიარქის მაგინებლები ეკლესიის მტრები არიან და ჩვენ ნახეთ ულამაზესი მსვლელობა და ჩვენ ნახეთ მართლაც რელიგიური ადამიანები, რომელთა შორისაც არის და რომელთა თვალებშიც დაინახავ ქრისტეს. ჩვენ აქ გვეუბნებიან, რომ ეს ადამიანები დგანან ისე ქუჩაში, რომ არიციან რა უნდა და ის ორი მთავარი მოთხოვნა როგორც ათიმცნება ისე აქვს გათავისებული აქ ადამიანებს, რომ უნდა გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები და უნდა დაინიშნოს ახალი სამართლიანი არჩევნები. აქ დგას დღეს საქართველო და იქეთ ხარეთ ჩვენ ხედავთ ძალაუფლებაზე შეყვარებულ უკანონოდ გამდიდრებულ მილიონერებს, რომლებმაც არიციან ფული რაში დახარჯონ და როგორ გადაირჩინონ თავი და ძალაუფლებაზე ჩაბღაუჭებულები არიან. აი ყველაფერი ეს გამოჩნდა, ჩამოინგრა მათი პროპაგანდა და ეს მრუდე სარკეც დაიმსხვრა. ამიტომ რეალურად ხედავთ, რომ ეს ადამიანები არ იღლებენ, იმიტომ რომ მათ გულებში არის სიყვარული და მათ გულებში არის გამარჯვებისათვის სწრაფვა. მადლობა. ბენოთებიძესაც ვკითხავ იმ მოტივაციაზე, რაც ამ ახალგაზრდებს აძლევს ეს ყველაფერი. არავინ არ იღლება და ჩვენი მაყურებელიც უსმენდა რამდენიმე წუთის წინ ამ ახალგაზრდების კომენტარებს, რომ ჩვენ არ ვაპირებთ დანებებას. რა არის ამ ყველაფრის მიზეზი, როგორ ფიქრობთ? პირველ რიგში რა თქმა უნდა მინდა მიულოცო აბსოლუტურად ყველას დღევანდელი დღე და დღევანდელი დღის მადლი ფარავდეს აბსოლუტურად სულად საქართველოს. რა თქმა უნდა უკვე რამდენი დღეა ყველა მთლიანად საქართველოდან მსოფლიო აკვირდება თუ რა მოვლენები ტრიალებს დღეს საქართველოში და მართლა ძლიერი ვართ, მართლა გამძლეერი ვართ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ აი მასიური გამარჯვების შეგრძნება აქვს ხალხს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს გამარჯვება ძალიან ახლოს არის და როდესაც ასეთი შეგრძნება არის, ვერანაირი ოლიგარქიული მმართველობა ვერ დაუდგება მას წინ და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე ჩვენი ქვეყანა იზეიმებს იმ დიდ სიხარულს, რასაც ერქმევა საერთო ოჯახში ჩვენი სრულუფლებიანი გაწევრიანება და ეს არის ევროპა და არა რუსეთი, რომელსაც მიათროს ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნება და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე აი ამ ახალგაზრდების გულები და აი ამ ახალგაზრდების მომავალი ისეთ იქნება, რის გამოც დღეს ვათენებ და ვაღამებთ ქუჩაში. მადლობა. ბონდო თედორაძესაც ვკითხავ, როგორ ფიქრობთ, აი ყველა პოლიტიკოს ვეკითხები, თქვენ გამოცდილი ხართ, პოლიტიკაში დიდი ხანია ხართ და რა აძლევს ამ ახალგაზრდებს, ამ ადამიანებს ამ ხელა მოტივაციას, იმიტომ რომ ბათუმში ამ 41 დღის განმავლობაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთი თვე წვიმა ქარი ყინვა იყო და არ მახსოვს დღე, როცა აქცია არ გამართულიყო, ყველა გამოდის ქუჩაში განუხრჩევად პოლიტიკური შეხედულებისა, პოლიტიკური გემოვნების. ახალგაზრდებს უდიდესი პატივისცემა პირველ რიგში რა თქმა უნდა და მათი მთავარი мотиваცია არის ის, რომ ისინი დამოუკიდებელ საქართველოში დაიბადნენ და ყველაზე კარგად იციან ამ ქვეყანაში თავისუფლების არსი, შინაარსი და მნიშვნელობა. საბედნიეროდ მათ ილია ჭავჭავაძე, აკაკი და ვაჟა ჩვენს თაობაზე და ჩვენზე უფროს თაობაზე უფრო უკეთესად აქვს ციცი გამჯდარი და ზუსტად ამ თავისუფლების მოტრფიალენი არიან დღეს. ჩემ თაობას და ჩემზე ცოტა უფროსებს სამი ხელისუფლება გვახსოვს დამოუკიდებელ საქართველოში. ჩვენ გვახსოვს ევერად შევარდნაძე, ავად სახსენებელი კომუნისტური რეჟიმის, აი საბჭოთა კავშირის დაშლის პერიოდში როგორ ახერხებდა დასავლელ ლიდერებთან ურთიერთობას და ინარჩუნებდა მათთან მისასვლელ გზას და ასე შემდეგ. ჩვენ გვახსოვს რა თქმა უნდა ვარდების რევოლუცია, მიხეილ სააკაშვილი და ყველაზე უფრო ახლოს ევროპასთან საქართველო და ჩვენ დღეს სამარცხვინო ხელისუფლება გვახსოვს და გვემახსოვრება კიდევ და სიცხვილისგან შოკში ვართ ყველა, იმიტომ რომ დასანქცირებული არალეგიტიმური კრიმინალური ხელისუფლება მართავს დღეს საქართველოს და ეს რეჟიმი უნდა დასრულდეს. ახალი არჩევნები პოლიტპატიმრების გათავისუფლებით უნდა ჩატარდეს ამ რეჟიმის, რუსული რეჟიმის გარეშე. მადლობა. რუსული რეჟიმის გარეშე
ბათუმში ახალი არჩევნები და პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ადამიანების გათავისუფლება ეს არის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, რომელიც 51 დღეა ისმის საქართველოს სხვა ქალაქების მსგავსად ბათუმიდანაც. აი ესეთია აქ ვითარება, ადამიანები იკრიბებიან საქართველოს ევროკავშირის დროშებით, სანთლებით. მე კიდევ ერთხელ გილოცავ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს და გეტყვით იმას, რომ ბათუმში საპროტესტო აქციები ისევ გაგრძელდება და როგორც აქ ამბობენ და ჩვენი მაყურებელიც ისმენ და არავინ დანებებას არ აპირებს და არავინ აპირებს დაუთმოს ქართულ ოცნებას ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი.